საღამო მშვიდობის არის Open Media-ის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. ერევანი განმარტავს პოზიციას სატრანსპორტო გზების განბლოკვაზე, სუვერენიტეტი განხილვას არ ექვემდებარება, ბიზნეს მართვა კი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეზ-მდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც განმარტა ერევნის პოზიცია რეგიონალური სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის საკითხებზე. მისი თქმით, მედიაში არსებული გაუგებრობის საპასუხოდ სომხეთი არასდროს განიხილავდა, არც განიხილავს და არც მომავალში განიხილავს ისეთი ვარიანტებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და იურისდიქციასთან შეუთავსებელია. ამასთან ბაღდასარიანმა აღნიშნა, რომ ამ პრინციპების სრული დაცვით ერევანი ღიაა განიხილოს სატრანსპორტო გზების ექსპლუატაციის სხვადასხვა ფორმულა. პრეზ-მდივნის განმარტებით, როდესაც ოფიციალური პირები საუბრობენ იმაზე, რომ რაღაც საკითხები არ განიხილება, ისინი გულისხმობენ ფორმულებს, რომლებიც სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება. ხოლო როდესაც განხილვაზე საუბრობენ, მხედველობაში აქვთ ისეთი მოდელები, როგორიცაა რკინიგზის, მილსადენების ან ელექტროგადამცემი ხაზების ბიზნეს მართვის კერძო კომპანიებისათვის გადაცემა, რაც სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში შესაძლებელია. სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და იურისდიქცია, რა თქმა უნდა, აუთსორსინგს არ ექვემდებარება. ინფრასტრუქტურის ბიზნეს მართვა კი შეიძლება, ნათქვამია განცხადებაში. საარბიტრაჟო სასამართლოში სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ სარჩელების საერთო მოცულობა 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს მხოლოდ სამվել კარაპეტიანს ან სომხეთის ელექტროქსელებს არ ეხება. არბიტრაჟის სომხეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს სარჩელები, რომლებიც ამულსარ, სანიტექს და ეირ არაბიას უკავშირდება. ასევე არსებობს საქმეები, სადაც სომხეთმა პროცესი მოიგო. სტატიის კვალ და კვლავ რეპორტაჟი მოამზადა ჩემმა კოლეგამ მონიკა ჰაიროიანმა. 1,5 მილიარდი დოლარი. ამდენს შეადგენს საარბიტრაჟო სასამართლოში სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელების ჯამი. ამჟამად სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმდინარეობს 6 საქმე, რომელთა შორის არის ასევე სანიტეკის, აირ არაბიას, ამულსარის ოპერატორისა და სხვა კომპანიების სარჩელები. ნებისმიერი ინვესტორი ყოველთვის უპირველეს ყოვლისა ინვესტიციის მომგებიანობის, ეკონომიკური პარამეტრების, კომუნიკაციების, მუშახელის, რესურსების არსებობის გარდა ცდილობს გაიგოს სამართლებრივი ველის პრობლემები. როდესაც ამ დავების რაოდენობა საკმაოდ იზრდება, ეს სხვა შეშფოთებას იწვევს, რადგან ნებისმიერ ინვესტორს სურს, რომ ნებისმიერ დროს ვინმე არ წამოდგეს და არ თქვას, მეც მინდა, თავრობა არ წამოდგეს და არ თქვას, მეც მინდა გარკვეული პროცენტი და მონაწილეობა. ექსპერტების შეფასებით, ბოლო წლებში ინვესტორების საჩივრების რაოდენობა შესამჩნევად გაიზარდა. ბოლო და ყველაზე ახალი საარბიტრაჟო სარჩელი სამվել კარაპეტიანმა წარადგინა სომხეთის ელექტროქსელების ნაციონალიზაციის პროცესთან დაკავშირებით. არბიტრაჟმა შუალედური გადაწყვეტილებით დაავალდებულა სომხეთის მთავრობა შეწყვიტოს სომხეთის ელექტროქსელების კონფისკაციის ნებისმიერი ნაბიჯი და ხელი არ შეუშალოს კომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას. გადაწყვეტილება დროებითია და არ განიხილება როგორც საბოლოო განაჩენი. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელმა ორგანომ სეწის დროებით ხელმძღვანელად სახელმწიფო კონტროლის სამსახურის გადამდგარი უფროსი რომანოს პეტროსიანი დანიშნა, რაც ბადებს კითხვას, არის თუ არა ეს არბიტრაჟის გადაწყვეტილების დარღვევა. Նույորքի կոնվենցիան, որին միացած է Հայաստանի Հանրապետությունը, որը տարբերակում է ასევე არსებობს ნიუ-იორკის კონვენცია, რომელიც სომხეთის რესპუბლიკას შეუერთდა. ის განასხვავებს სასწრაფო რეჟიმით, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებსა და საქმის არსებითად გადამწყვეტ გადაწყვეტილებებს. განსხვავება მკაფიოა, განსაკუთრებით ახსრულების თვალსაზრისით. ამავდროულად გათვალისწინებულია გამონაკლისიც. შიდა სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს, არ შეასრულოს არბიტრის გადაწყვეტილება თუ ის ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. არამ ორბელიანის თქმით, ამ კანონ პროექტს არანაირი კავშირი არ აქვს სომხეთის ელექტროქსელების საქმიანობასთან. ის პირდაპირ მიმართულია სომხეთის ელექტროქსელების წართმევისნენ. ახლა ტერმინოლოგიაში არ მინდა ჩაღრმავება. თავარქვათ ნაციონალიზაცია, განსახელმწიფოებრიობა, წართმევა ფაქტად რჩება. სომხეთის ელექტროქსელების მფლობელს არ შეუძლია ამ პროცესში სომხეთის ელექტროქსელებში მონაწილეობა. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს ნაციონალიზაცია, ხოლო კონსტიტუციის თანახმად საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს მზოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ამ შემთხვევაში კანონი მოითხოვს, რომ მფლობელს მიეცეს სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაცია. ժողովրդի
ժամ, երբ ասվում է ազգայնացում, բոլորը պատկերացնում են, որ խոսքը როდესაც ხალხში ამბობენ ნაციონალიზაციას, ყველას წარმოუდგენია, რომ საუბარია ვინმე საკუთრების წართმევაზე, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ასეთი სამართლებრივი პროცედურა არც ერთი საკუთრების ფორმასთან დაკავშირებით არ არსებობს. რაზეც არ უნდა ვისაუბროთ, მას კომპენსაციის ხასიათი ექნება. თუმცა პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა თავის პრეს-კონფერენციაზე გამოთქვა რწმენა, რომ არბიტრაჟში წარდგენილი სარჩელების შემთხვევაში ცალსახა არ არის, რომ სწორედ მოსარჩელეები გაიმარჯვებენ. და ვინ თქვა, რომ სომხეთი არბიტრაჟში წააგებს? სომხეთის რესპუბლიკამ ბოლო პერიოდში არბიტრაჟში რამდენიმე საქმე მოიდო. ანუ რომ ამგობთ არბიტრაჟი მორჩა, ისევ პანიკა გავრცელდა, გაქცევა დაიწყო. ყოველ შემთხვევაში წინა საარბიტრაჟო განხილვებში სომხეთმა რამდენიმე პროცესი მოიგო. თუ მიუხედავად ყველაფრისა სამվել კარაპეტიანი მოიგებს პროცესს, შეძლებს თუ არა მთავრობა იმ ფინანსური მოცულობის კომპენსაციის უზრუნველყოფას, რომელსაც შესაძლოა საარბიტრაჟო სასამართლომ მოითხოვს. საუბარი ხომ $100 მილიონ დოლარზეა. Որպես կանոն լինելու է բավականին զգալի դրամական. როგორც წესი იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ფულადი მოთხოვნები სომხეთის მიმართ და მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ ფულადი სახსრების გადახდის აუცილებლობა წარმოიქმნება. ახლა რა სახსრებით? არსებითად ჩვენი ყველა სახსრებით. ახლა ეს ჩვენგან აიღებენ, დახარჯავენ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს, თუ ბიუჯეტში არ იქნება საკმარისი სახსრები პრობლემების მოსაგვარებლად, ამისთვის გადასახადებს გაზრდია. სამվել კარაპეტიანისა და სომხეთის ელექტროქსელების გარშება შექმნილი ვითარებას საერთაშორისო საზოგადოებაში გამოხმაურება მოჰყვა. ეკონომისტები განგაშს ტეხენ. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად ეს პროცესი სომხეთისთვის სერიოზული გამოწვევა, რადგან ასეთი საქმეებმა შეიძლება შეარყიოს ინვესტორების ნდობა და შეაფერხოს ახალი ინვესტიციების ნაკადი ჩვენს ქვეყანაში. ნატოს სამხრეთ კავკასიის გამოყენება რუსეთთან დაპირისპირებლად სურს, აცხადებს მარია ზახაროვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, ნატო ცდილობს სამხრეთ კავკასიის რეგიონი მოსკოვთან გეოპოლიტიკური დაპირისპირებისათვის გამოიყენოს. მისი თქმით, ალიანსი და მისი წევრები ქვეყნები წლებიად ცდილობენ რეგიონში ფეხი მოიკიდონ, რათა რეგიონული ქვეყნის პოტენციალური და რესურსები კოლექტიური დასავლეთის ინტერესებში გამოიყენონ. ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთს პოსტსაბჭოთა სივრცეში თანაბარ უფლებიანი ურთიერთობები არ სურს და ის კოლონიზატორების, დამყარებლისთვის და იმპერიალისტების მსგავსად მოქმედებს. მან იმედი გამოთქვა, რომ რეგიონის ქვეყნები, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი, გააცნობიერებენ ნატოსთან თანამშრომლობის გააღრმავებასთან დაკავშირებულ რისკებს. ზახაროვამ შეახსენა, თუ როგორ მთავრდება ის, სადაც ჩნდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი და რომ იქ კონფრონტაცია იზრდება, სამხედრო დაძაბულობა იმატებს, მშვიდობა და სტაბილურობა კი გავიწყდებათ. კანადა-პალესტინის სახელმწიფო სექტემბერში აღიარებს, რითაც ის დიდი შვიდეულის მესამე ქვეყანა გახდება საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს. პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ღაზაში ადამიანური ტანჯვის აუტანელ დონეს უკავშირდება. მისივე თქმით, კანადის მიერ პალესტინის აღიარება დამოუკიდებელია პალესტინის ავტონომიის მიერ 2026 წელს არჩევნების ჩატარებაზე, რომელშიც ჰამასი მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასევე პალესტინის სახელმწიფოს დემილიტარიზაციაზე. კანადის გადაწყვეტილება ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა გააკრიტიკეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ რთული იქნება ოტავოსთან საბაჟო გადასახადებზე შეთანხმების მიღწევა. მანამდე ტრამპი კანადურ საქონელზე 35%-იანი ტარიფების დაწესებით იმუქრებოდა, თუ ქვეყნები სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ. ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების ფონზე, სადაც შიმშილი და ნგრევა მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების სიცოცხლეს ემუქრება, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ჰუმანიტარული დახმარებიდან პალესტინის პოლიტიკური აღიარებისაკენ ინაცვლებს. ამას საფუძველად დადო საფრანგეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების განცხადებები, რომ ისინი მზად არიან აღიარონ პალესტინა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. თუმცა არის თუ არა სახელმწიფო აღიარება ამჟამად ყველაზე აქტუალური საკითხი ჰუმანიტარული კატასტროფის პირისპირ. თემაზე დეტალურად მოგვითხრობს ჩვენი კოლეგა დავით გენჯოიანი. ახლო აღმოსავლეთში გაღრმავებული კრიზისი, კერძოდ ღაზის სექტორში განვითარებული მოვლენები კვლავ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. სპეციალისტების დაკვირვებით, ღაზაში ისრაელი ეთნიკურ წმენდას ახორციელებს და ამ პრაქტიკის გასაგრძელებლად საბაბებს ეძებს. Բնականաբար Իսրայելը որևէ կերպ չի ցանկանում առայժմ ბუნებრივია, ისრაელს არანაირად არ სურს ამ ეტაპზე მიაღწიოს მშვიდობას ღაზის სექტორში ჰამასთან, რადგან არსებობს მკაფიო გეგმა. სანამ ხელსაყრელი გეოპოლიტიკური და რეგიონული ვითარებაა კონკრეტულად ღაზის
სომხეთის ნაწილში მიაღწიონ მაქსიმუმს, ანუ ტერიტორიის ანექსიას ისრაელის სახელმწიფოს მიერ და ამჟამად ისრაელის ყველა ნაბიჯი ამ მიმართულებითაა. მოჩვენებითი უდიდესი დაბრკოლება ჰამასი კი არ არის, რომლისგანაც მხოლოდ ნარჩენებია დარჩენილი. სინამდვილეში სწორედ ამ ნარჩენებს არანადგურებს ისრაელი ბოლომდე, იყენებს რა ამას საბაბად, რათა გააგრძელოს თავისი ყოფნა და განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებები, დაასრულოს ეთნიკური წმენდა. ისრაელი იმნაკან ნაპატაკა გაზაი ისრაელის მთავარი მიზანი ღაზის ტერიტორიის ოკუპაციაა ადგილობრივი მოსახლეობის გარეშე. ახლა ადგილობრივი მოსახლეობის საკითხი როგორ უნდა გადაწყდეს? ბუნებრივია, ორი გზით. პირველი, ეს არის ემიგრაცია, ბუნებრივი ემიგრაცია, რომლის შესაძლებლობაც ამ მომენტში არ არსებობს. არაბისტის თქმით, მეორე ვარიანტი ხელოვნურად ჰუმანიტარული კატასტროფის პირობების შექმნაა. ღაზაში პალესტინელი არაბების ცხოვრების შეუძლებლად ქცევა. ბოლო მონაცემებით პალესტინის ამ ნაწილში საცხოვრებელი სახლების დაახლოებით 90% განადგურებული ან დაზიანებული არის, შედეგადაც ადამიანები ცის ქვეშ ნანგრევებში ან კარვებში ცხოვრობენ. რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო საზოგადოება შეძრა საფრანგეთის განცხადებამ სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ. მაკრონის გამოსვლას ისრაელისა და პირადად შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპის კაცრი რეაქცია მოჰყვა. დათქმებით მსგავსი განცხადებით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კիր სტარმერიც. ამიტომ დღეს, როგორც ამ პროცესის ნაწილი მშვიდობისკენ, შემიძლია დავადასტურო, რომ გაერთიანებული სამეფო სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. თუ ისრაელის მთავრობა პრაქტიკულ ნაბიჯებს არ გადადგამს ღაზაში საშინელი ვითარების დასასრულებლად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად და გრძელვადიანი სტაბილური მშვიდობის დამყარების ვალდებულების ასაღებად, გააცოცხლებს რა პრობლემის გადაწყვეტის პერსპექტივას ორი სახელმწიფოს ფორმულით. და ეს მოიცავს გაეროსთვის სახმარების მიწოდების განახლების უფლების მიცემას და იმის გარკვევას, რომ დასავლეთ სანაპიროზე ანექსიები არ იქნება. ისრაელი გააკეთებს, რასაც მოისურვებს, სანამ მას დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მხარდაკერა ექნება, აღნიშნავს აღმოსავლეთ მცოდნე. ისრაელი კავანმა ესპაინ მან ჰანდუგენ კერფով გორცელ და ერთი რამეს დავაფიქსიროთ, რომ მიუხედავად ამისა, ისრაელი ახერხებს ამ მომენტში ასე თავხედურად იმოქმედოს, რადგან შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაა. მაგრამ ეს ადმინისტრაცია მარადიული არ არის, არა? სულ რაღაც 3 წლის შემდეგ ამ პერიოდში წინა საარჩევნო ეტაპი ელის შეერთებულ შტატებს და არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია შეძლებს ასე მხარი დაუჭიროს ან თუნდაც ასეთი გეგმები ექნება, არა? ასე რომ ისრაელის აქტივობა ძალიან შეზღუდულია და მთელი პრობლემა სწორედ დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში თავისი პრობლემების მოგვარებაა, რადგან შემდეგ უფრო რთული იქნება. ევროპული ზესახელმწიფოებისთვის რომ არ ჩამორჩეს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ემზადება ღაზის აღდგენის კონფერენციისთვის რეგიონულ პარტნიორებთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან თანამშრომლობით, რათა ხელი შეუწყოს ომის შემდგომ აღდგენას და თავიდან აიცილოს ღაზიდან შემდგომი განდევნები. არმენ პეტროსიანის თქმით, საფრანგეთის მიერ პალესტინის აღიარების განცხადების შემდგომი პერიოდი ძალიან საინტერესო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი სექტემბრიდან დაიწყება, როდესაც საზაფხულო არდადეგების შემდეგ გაეროს გენერალურ ასამბლეა აქტიურ მუშაობას განაახლებს, საფრანგეთი ამის შესახებ ახლა საუბრობს, როგორც ჩანს რეაქციების შესამოწმებლად. დავით ბენ-გურიონი, ისრაელი პეტიცანი ნეთანიაჰუ არის პიროვნება, რომელსაც ხელისუფლებისადმი ლტოვა აქვს და ასევე ისტორიაში თავისი ყვალის დატოვების მანიით იტანჯება. მან გადააჭარბა დავით ბენ-გურიონს, ისრაელის სახელმწიფოს დამაარსებელს, როგორც მმართველობის ვადით, ანუ ისრაელის ყველაზე ხანგრძლივი პრემიერ-მინისტრია. ახლა მისი მეორე მიზანია ბენ-გურიონს თუ არ თქვათ გადააჭარბოს, მაგრამ ბენ-გურიონის შემდეგ, როგორც მეორე გავლენიანმა პრემიერ-მინისტრმა ისტორიაში თავისი ყვალი დატოვოს, არა? როგორც ისრაელის გარშემო უსაფრთხოების გარემოს განეიტრალების, როგორც პალესტინის სახელმწიფოს დღის წესრიგის შაშლის, რატომაც არა ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიების ოდნავ გაფართოების ავტორმა პრემიერ-მინისტრმა. ის იდეას წინწევენ, როგორც მშვიდობის მიღწევის საშუალებას, ისრაელი და აშშ ამ ინიციატივებს ეწინააღმდეგებიან. ღაზაში კი ადამიანები შიმშილით იღუპებიან. შიმშილით გარდაცვლილთა რიცხვმა 154-ს მიაღწია, მათგან 89 ბავშვია. ამ მომენტში 20,000 გამოფიტული ბავშვის სიცოცხლე საფრთხეშია. სტეფანაკერტში აივაზოვსკის ძეგლი გაანადგურეს, ზატულინი ბახოს სახელმწიფო ვანდალიზმში ადანაშაულებს. ყარაბაღის ტურიზმისა და კულტურის სააგენტოს ინფორმაციით აზერბაიჯანმა ქალაქ სტეფანაკერტში მსოფლიოში ცნობილი მარიანისტის მხატვრის ივანე აივაზოვსკის ძეგლი გაანადგურა. მომხდარს გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი კონსტანტინე ზატულინი, რომელმაც ფაქტს სახელმწიფო დონეზე წახალისებული ვანდალიზმი უწოდა. ზატულინის თქმით, ეს ერთეული შემთხვევა არ არის და აზერბაიჯანში ოფიციალურ დონეზე მუშავდება თეორია ყარაბაღში არსებული ისტორიული ძეგლების, მათ შორის მე-6-მე-12 საუკუნეების მონასტრების თითქოს და არასომხური წარმოშობის შესახებ, რასაც მან ბარბაროსობა უწოდა.
ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა დღეს. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.